სამი შეცდომა რაც ხელს გიშლით წარმატების მიღწევაში. მანამდე შეგახსენებთ გამოიწერო ჩემი YouTube არხი, რადგან უფრო მეტნი ვიყო და უფრო ძლიერები. პირველი შეცდომა: ზედმეტი ფიქრი და უმოქმედობა. თითქმის ყველას აქვს სურვილი, რომ რაღაც დიდებული შექმნას, მაგრამ იმდეს ფიქრობენ იდეაზე, რომ საერთოდ ნაბიჯს არ დგამენ მიზნის მისაღწევად. დაიწყე დაუყოვნებლივ, რადგან იდეალური დრო არ არსებობს. მოქმედება გაძლევს შესაძლებლობას და არა ფიქრი. მეორე შეცდომა: მუდმივად კომფორტის ზონაში ყოფნა. თუ მუდმივად კომფორტულად ხარ, ესე იგი არ ვითარდები. გონებრივად და ფიზიკურად იზრდები და იხვეწები მაშინ, როცა რთულ სიტუაციაში ვარდები. რადგანაც ეძებ გამოსავალს და ამ გამოსავლის პოვნაში იხვეწები. შეიცვალე გარემო და ჩვევები. თუ მუდმივად ერთი და იგივე რუტინაში ხარ, ცვლილებები არ იქნება. უნდა გაიაზრო, რომ დისკომფორტი დროებითია. მესამე შეცდომა, რაც კატასტროფულია. სხვების აზრზე ზედმეტი კონცენტრირება. თუ ყოველ ნაბიჯზე იფიქრე, რომ სხვები რას ფიქრობენ შენზე, წარმატებას ვერ მიაღწევ და ჩათვალე, რომ ისინი გმართავენ შენ. უბრალოდ დაფიქრდი, შენი მიზანი რა არის? საკუთარი ოცნების რეალიზება თუ სხვების აზრი. შეგიძლია მცირე ნაბიჯები დაიწყო, ამან შეიძლება მოყვეს კრიტიკა, მაგრამ უნდა გაუძლო, რადგან მიაღწიო საბოლოოდ მიზანს. დამიჯერე კრიტიკის შემდეგ არ ემახსოვრები იმ ადამიანებს, ვინც გაკრიტიკებდა 2 წუთის წინ. უნდა გაგიმხილოთ და მეოთხე შეცდომას არის, ვისაც არ გაქვთ გამოიწერეთ ჩემი არხი წარმატებები დროებით.